ერთ მაგალითს მოვიყვან, ძალიან ბევრი საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, როდესაც საქმე უკრაინას ეხება. თუმცა ეს უსაფრთხოების გარანტიები არსებითად მოიცავს ხელშესახები რაოდენობის ევროპელი სამხედროების, ძირითადად ფრანგებისა და ბრიტანელების ადგილზე გაგზავნას, რომელსაც ამერიკა მოგვიანებით მხარს დაუჭერს. თუმცა ფაქტობრივად უსაფრთხოების გარანტიები მთლიანად ამერიკულ მხარდაჭერას ეფუძნება. მე არ ვაკნინებ ევროპელებს, რომელთაც სურთ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ომის შემდგომ უკრაინაში. თუმცა ღიად ვამბობ, რომ ამერიკული მხარდაჭერის გარეშე მათ ძალისხმევას აზრი ეკარგება. მიზეზი იმისა, რომ მათ ასე ძალიან სჭირდებათ ამერიკული მხარდაჭერა ის არის, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არასაკმარის ინვესტიციებს აბანდებდნენ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. ვიმედოვნებ ეს ახლა უკვე შეიცვლება და ვხედავთ, რომ ამ ხრივ პროცესი უკვე დაწყებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამის მიუხედავად არ შეგვიძლია არსებული რეალობის უარყოფა. ნატო უფრო ძლიერი გახდება თუ ჩვენი მოკავშირეები თავიანთ შესაძლებლობებს განავითარებენ. რეალობა ასეთია, ვეთანხმებით ამას თუ არა. ჩვენი ინტერესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთ ნახევარსფეროში და განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის აუზში. რამდენიმე თქვენგანმა უკვე აღნიშნა, რომ ჩინეთი ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ გვეყოლება თანაბარი რაოდენობის გემები ევროპაშიც და ინდო-წყნარი ოკეანის აუზშიც. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომელ სივრცეზე გავამახვილებთ ყურადღებას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ გემს ავაშენებთ, ან როგორ განვავითარებთ ჩვენ სამხედრო შესაძლებლობებს. არჩევანის გაკეთება მაინც მოგვიწევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი ნატოს მოკავშირეები, მით მეტად მოქნილი იქნება ამერიკა. სოფლიო მასშტაბით დაიცვას თავისი ინტერესები. ეს სრულებით არ გულისხმობს ნატოს მიტოვებას, ეს უბრალოდ 21 საუკუნის რეალობისთვის თვალის გასწორებაა. რაც შეეხება გრენლანდიას, ვიტყოდი, რომ ახლა ძალიან კარგ ადგილას ვართ მოლაპარაკებების კუთხით. ჩვენ არაჩვეულებრივი დიალოგი გვაქვს ნატოს გენერალურ მდივანთან. ამ მომენტშიც კი, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი წარმომადგენლები გრენლანდიაში შეხვედრებს მართავენ ადგილობრივებთან და დანიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ახლა ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საბოლოოდ ყველასთვის სასარგებლო დასასრულამდე მიგვიყვანს. პრეზიდენტის ინტერესი გრენლანდიის მიმართ ყველასათვის გასაგები უნდა იყოს. საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს დიდი ხნის გაცხადებული პოზიციაა, რომელიც წინ უსწრებდა ამ ადმინისტრაციას და რომლის ლეგიტიმურობა ჩვენმა ნატოს მოკავშირეებმაც აღიარეს. მიმაჩნია, რომ საბოლოოდ პოზიტიურ შედეგებზე გავალთ. ჩვენ ამ პროცესს პირდაპირი და პროფესიული მიდგომით უძღვებით. შეხვედრები დღეიდან დაიწყება და რეგულარულ ხასიათს შეიძენს. ამასთანავე ვაპირებთ ეს პროცესი ისეთი გზით წავიყვანოთ, რომ მედიაში გრენლანდიის ყოველი ხსენებისას საცირკო წარმოდგენები არ დაიდგას. ეს ჩვენ უფრო მეტ მოქნილობას შევძენს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და თქვენთვის საყურადღებოც, რომ როგორც პრეზიდენტმა დავოსის ფორუმზე განაცხადა, ამერიკა გრენლანდიაში სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. ჩვენ მძიმე სამუშაო უნდა გავწიოთ, თუმცა მჯერა საბოლოოდ კარგ შედეგამდე მივალთ. იმავეს მოისმენთ ჩემი ევროპელი კოლეგებისგანაც. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.